მემკვიანი. ჩემს აზრით, რას გვაძლევს ტელევიზიაში რომ ვიყოთ? რას ვისწავლით? გადაღება, მონტაჟი, როგორ უნდა იყოს ჟურნალისტი, კიდევ რას? კიდევ თუნდაც იმას რომ დავძლიეთ პირველი გადაღება, ხო? მაინტერესებს როგორი გრძნობაა ტელევიზიაში და აინტერესებს როგორია სატელევიზიო გადაღებები, ხო? პროექტები, სადაც ჩვენ გვექნება გადასაღები მასალები, განსხვავებული ხასიათზე ვარ სატელევიზიო სტუდიის გაკვეთილზე, ხო? სადაც უნდა ვისწავლოთ გადაღება, მონტაჟი, სიუჟეტების დაწერა, გადაცემების გაკეთება, ხო? ძალიან ბევრი რამ. მოდი გავაცნოთ მაყურებელს შენი თავი, ვინ ხარ და რომელი სკოლიდან ხარ? მე მქვია ვიკა, ჩემი გვარია სოზიაშვილი და მე ვარ ანავარია ხაჩინძე, 10 წლები არიან დიდ კამერა. მოგესალმებით, მე ვარ მართა გერგედავა, 10 წლის ვარ. ახალი თაობიდან. მე იმიტომ ავირჩიე ტელევიზია, რომ მე მაქვს ძალიან დიდი ემოციები, მინდა ეს ყველას გავუზიარო, მინდა ყველას გავუზიარო ჩემი სიხარული და ძალიან მოყვარს კამერის წინ. მე ამ სკოლაში მოვედი იმისათვის, რომ გავიგო რა არის ტელევიზია. რომელი სკოლიდან? მე ვარ ახალი თაობი. ფოტოგრაფია, გადაღება, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. მე მოვედი ამ სკოლაში, რომ ნახო ტელევიზია როგორ სტუდია ინკოგნიტო კიდევ ერთ სკოლაში დაიდებს ბინას და რომელი სკოლაა ბავშვებო? ახალი თაობა, დიახ, თაობა, რომელსაც უამრავი თაობა ყავს ამ სკოლიდან გაზრდილი. ძალიან ბევრი თაობა, ეს ალბათობა ანამაც აღნიშნა და მე მჯერა, ეს იქნება თაობა, რომელიც თაობაც ძალიან ბევრ გადაცემას გაუძღვება და მასახელებს ისე, როგორც ამ სკოლის თაობა. ამ სტუდიისგან ჩემი აზრით ჩვენ ვისწავლეთ ძალიან ბევრ რაღაცას სატელევიზიო სტუდიის შესახებ, მოგზაურობ ბევრ ქვეყანაში და გავხდებით ცნობილი ბევრი შოვის შემდეგ. გენაცვალეშე, მოდი შენ ძალიან კარგი მეტყოლება რომ გაქვს და ამისთვის რომ ხარ დამალებული. რა გაიგე აი ხა ამის გაკვეთილში? ამით გაკვეთილში ვიგე რომ აკოლი ძალიან ხელმძღვანელებთ, ხო? როგორც შენ, წამყვანობა გირჩევნია თუ კამერასთან მუშაობა? წამყვანი ხარ, ტელევიზიაში გამოჩნდები ხოლმე და ცნობილი ხდები სწრაფად. ანუ შენ მაინც ცნობადობაზე გაამახვილა ყურადღება. შენ რამდენი შრომაა საჭირო ამისთვის? ოპერატორი, რეჟისორი, სცენარისტი, ხო? ეს ყველაფერი გავაკეთეთ. მოკლედ, ჩვენი პირველი შეხვედრა ნახეთ როგორი ხალისიერი და როგორი კარგი გავაკეთა, ხო? აი, ეს ის გოგონა არის, რომელიც შეხვდა. ეს უკვე როგორია? მოკლედ, რა გადავწყვეტ, რა უნდა გავაკეთოთ? ბევრი გადაცემები ბავშვებო, სხვადასხვა პროექტები და მოკლედ, დაელოდეთ ახალი თაობის სკოლის მოსწავლე და რა უნდა გავაკეთოთ ბავშვებო? ბევრი გადაცემები. ხო, რუბრიკები. ძალიან ბევრი რუბრიკები. სადაც ყავს ჩვენი ინგლისური გამარჯვება, რომელმაც უნდა გავაკეთოთ ძალიან ბევრი გადაცემები. აი ესე. მოკლედ, გვინდა წარმატებები გვინდა ბავშვებო, გისურვებთ და დარწმუნებული ვარ. შემდეგი კვირიდან სატელევიზიო საშვები, სატელევიზიო გადაღებებზე ძალიან ბევრი ბავშვი სერიოზულად